მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება გავასწავლოთ Messenger-ზე ფოტოს გაგზავნის პრობლემა, ან ვიდეო კამერის ჩართვის პრობლემა, ან მიკროფონის პრობლემა. თუ ფოტოს ვერ აგზავნით Messenger-ზე, ან კამერა არ ირთვება თქვენი, როცა რეყავთ ნებისმიერ ადამიანთან, ან მიკროფონი არ მუშაობს, აკეთებთ შემდეგ მოქმედებას. Messenger-ზე დააჭერთ რამოდენიმე წამი, აი ესე და შემდეგ აირჩევთ აი ამ ღილაკს, ზემოთმოცემულ ღილაკს, აი ამ ღილაკს დააჭერთ. რის შედეგადაც გადახვალთ ესეთ პარამეტრებში და აქ აირჩევთ ნებართვები. შემდეგ აქ არის კამერა, აქ არის მდებარეობა, მიკროფონი, ფოტოები და ვიდეოები და ის წვდომები, რაც გვჭირდება ჩვენ ზოგადად Messenger-ში ჩატის დროს ან დარეკვის დროს. მოკლედ, პირველ რიგში თუ თქვენ მაგალითად კამერას ვერ თავთ Messenger-ზე საუბრისას, აჭერთ კამერაზე და შემდეგ გადაყავთ მხოლოდ აპის გამოყენებისას. აი ამ ფუნქციაზე გადაყავთ ესე. კამერა უკვე ჩავრთეთ, ნახეთ, დაშვებულებში უკვე ავიდა კამერა. აქ არ არის დაშვებულები, აქ არის დაშვებულები. კამერა უკვე ჩავრთეთ. ეხლა გვჭირდება მიკროფონი, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ, ავირჩიოთ მიკროფონი და ესეც ავიყვანოთ მხოლოდ აპის გამოყენებისას დაშვება. აი ესე. უკვე მიკროფონიც ავიდა აქ, როგორც ხედავთ და ეხლა გვჭირდება ფოტოები და ვიდეოები, რომ ფოტო და ვიდეო გავაგზავნოთ ჩატში. ფოტო და ვიდეოზეც ვაჭერთ და ავირჩევთ ყოველთვის ყველას დაშვება. აი ესე. მორჩა, რაც გვჭირდება რეალურად ისინი უკვე ჩავრთეთ, შეგიძლიათ თქვენ ესეც დაამატოთ მდებარეობები, მაგალითად ლოკაციის გაგზავნა თუ გინდათ, მდებარეობასაც ჩართავს და აიყვანთ ზემოთ. ნახეთ, კამერა, მდებარეობა, მიკროფონი და ფოტოები და ვიდეოები. ამის შემდეგ უკვე შემიძლია გადავიდეთ ჩატში და ჩვეულებრივად ფოტოს გავაგზავნო, ვიდეოს გავაგზავნო, დავრეკო კიდეც. ამ შემთხვევაში ხა ეს ჩემი Facebook-ია ისევ და ჩემს Messenger-ზე ისევ მე თვითონ ვერ დავრეკავ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ უკვე გააგზავნოთ ფოტოები, ჩართოთ კამერა, ჩართოთ მიკროფონი და ასე შემდეგ. ესე შეგიძლიათ მოიქცეთ ნებისმიერ აპლიკაციაში, Messenger-ის გარდა თუ სხვა აპლიკაციაში გაქვთ მსგავსი პრობლემა, შეგიძლიათ იმ აპლიკაციაში შეხვიდეთ და ანალოგიური გაიმეოროთ. სულ ეს იყო ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი.